ჩვენ დავკითხეთ ასევე სხვა მოწმე, რომელიც არ ვიცი, აი წარმოუდგენელი რაღაც თქვა და ამას ამ ვიდეოს მედიები ალბათ გააშუქებენ. ნიკოლოზ ჯავახიშვილი ჰაერში ისრვის ფეერვერკს. მოწმე მოვიდა, რომელიც ვიდეო ჩაუგდე და მოწმე უჭირფრად ეძახის, რომ ჰაერში არ ხდება გასროლაო, პირდაპირ ისრვის პოლიციელების მიმართულებითო და შემდეგ გვეკითხები, რომ უბრალოდ რომელი წამზეა 23 წამიანი ვიდეო იყო პოლიციელი, თუ შეიძლება აი ერთი წამი მაინც მითხარი, სადაც ჩანან და საბოლოო ჯამში თქვა მან, რომ ამ ვიდეოში პოლიციელი არ ჩანს, მაგრამ ვიღაცამ უთხრა, რომ სხვა ვიდეო არსებობს, სადაც უნდა ჩანდეს და შემდგომ ამ ადამიანს ვკითხეთ, რომ აი იქ აგვიღწერეთ პოლიციელები როგორ გამოიყურებოდნენ, რა ვითარება იყო, ამის აღწერა უჭირთ. წარმოდგენილი მოწმეები ძირითადად ეხებოდა მათი ჩვენებები საქმეში არსებულ ვიდეოების დათვალიერების საქმეებს, მათი ფართოდ ისაუბრეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ გაგვიჩნდა ადვოკატებს შეკითხვა, თუ მოხდა თუ არა იდენტიფიცირება, ვინ ატვირთა ეს ვიდეოები, რაზეც პირველმა მოწმემ განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო ცადა, მაგრამ ვერ გაარკვია, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებულ სტალკით შემოიფარგლა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ დაედგინა თუ ვის გვერდზე იყო ატვირთული აღნიშნული ვიდეო მასალა, ხოლო შემდგომ უკვე მეორე მოწმემ მან გიორგი მხეიძემ განმარტა, რომ აღნიშნული ვიდეოები, რომელიც უკვე შემდგომ მოგვიანებით უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორმა გადაიღო და წარადგინა და გამოთხოვილი იქნა, იყო იდენტური ფრაგმენტი იყო იმ ვიდეოს, რომელიც თითქოს და ვიღაცას ჰქონდა ატვირთული მანამდე Facebook გვერდზე და საიდანაც მოხდა უკვე ამ პირების იდენტიფიცირება. ვკითხე თუ დაიწყო თუ არა გამოძიება და საიდან გავრცელდა აღნიშნული ვიდეო მასალა და სხვის მესამე პირის ხელში როგორ მოხდა, თვითონაც განმარტა, რომ იყო გაკვირვებული, იკითხა, თუმცა ოპერატორმა განმარტა, რომ მას არ გაუცელებია, თუმცა ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია. იყო ეგრეთ წოდებული fake გვერდები, ბოტების ტიპის, რომელსაც პროფილის სურათიც კი ჰქონდათ, ასე ვთქვათ, ადამიანის სურათიც არ ჰქონდა ზოგს და არ იყო პოსტები გაზიარებული, შესაბამისად ეს არ იყო რეალური აკაუნტები, აქედან გამომდინარე შეუძლებელი იყო კომუნიკაცია და დადგენა თუ ვის ეკუთვნოდა. ნიკოლოზ ჯავახიშვილი პირდაპირ უთითებდა, რომ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. თქვენ თუ გახსოვთ, მოწმემ განაცხადა ესეთი რაღაც, რომ სარკეებიანი ოთახიაო, რომლის თქმაც თავდაპირველად არ სურდა და ბატონი ნიკოლოზ ზუსტად უთითებს, რომ ის ამ ოთახში შეიყვანეს, მარტო დატოვეს და შემდგომ მასზე განხორციელდა ძალადობა და ასევე თავის ჩვენებაში უთითებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რომ მას თავში ურტყავდნენ და ყოველივე ამასთან დაკავშირებით, როდესაც ეს მოწმე შემოვიდა, ხო, ჩვენ ახლა ამ მოწნობას ვერ ჩავატარებდით, იმიტომ რომ პროცედურულად არ გვაქვს უფლება. ბატონმა ნიკოლოზმა მითხრა და მიძახა, როდესაც მივედი, რომ ერთ-ერთი ბატონი ზუსტად ეს იყო და აქედან გამომდინარე იყო ის კითხვები მის მიმართ დასმული, რა კითხვებიც იყო დასმული. და რეალურად кейსში ჩვენ 6 მოწმე ყავს, ამ 6 მოწმიდან ერთი უშუალოდ ამ დაკავების ფაქტის შემსწრე მოწმეც არის და ზუსტად როდესაც ვესაუბრებოდი იმ ბიჭზე, რომელთან დაკავშირებით ოთახში არ უშვებდა, ეს ადამიანი არის ფაქტის შემსწრე მოწმე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავად ამ მოწმემ განაცხადა, რომ ის დაიკითხა ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შესაძლო განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და ზუსტად მისი გაღიზიანება და იმედონის გაღიზიანებაც კი რო უკვე მოსამართლის მიმართაც გადახონა აგრესია, გამოიწვია იმან, რომ ჩვენ ვეკითხებოთ მას იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად დასამალი ჰქონდა მას, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს გავსი ფაქტი, რომ არ განხორციელებია, ვისთან ერთად იყავი, ვინები იყვნენ, ვინ ახორციელებდა ამ მოქმედებას, ეს ყველაფერი ჩვენში აგრესიას ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამოიწვევს.